აფხაზეთის ძმათამკვლელ ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ბევრ ქართველთან ერთად არაერთი აფხაზიც შეეწირა. ადამიანები, რომელთა თავგანწირვა საქართველოს უახლეს ისტორიას ღირსეულ მაგალითებად შემორჩება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეჟბა, მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელი ჯუმბერ ბეთაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი მთავრობის სხვა წევრები. ეს ის გმირები არიან, რომლებმაც უარი თქვეს სოხუმის დატოვებაზე და სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს დახვრიტეს. მათ მოწამეობრივ სიკვდილზე დღემდე ბევრ საუბრობენ. დაუვიწყარია აფხაზ რაულ ეჟბას აქციელი, რომელიც დაუფიქრებლად დადგა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დამცველად და სიცოცხლეზე მაღლა ქვეყნის ინტერესი დააყენა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან კვარაცხელია რაულ ეჟბასთან ურთიერთობის წლებს იხსენებს. თითქმის 4 წელიწადი მე მასთან ვიმუშავე, გავიცანი როგორც ბრწყინვალე პიროვნება, გავიცანი როგორც დახვეწილი და რაფინირებული ინტელიგენტი. პიროვნება უკეთილშობილესი, პრინციპული, განათლებული და ამავე დროს ულამაზესი ვაჟკაცი. ის მართლაც აფხაზი კაცის ნამდვილი განსახიერება იყო. ერთნაირად უყვარდა აფხაზის და ქართველიც. მე გულიმწყდება, რომ რაულ ეჟბა ასეთნაირად გაწირეს. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ის ქართველების მხარეს დადგა. მას ძალიან კარგად ესმოდა ეს საიდან მოდიოდა. რატომ მოხდა ეს, რომ ეს ხელუნდრად ინსპირირებული იყო იმ ძალების მიერ, რომლებიც დღესაც იგივეს იმეორებენ და იგივეს აკეთებენ. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ რაულ ეჟბას ოჯახს საკუთარი კუთხიდან შორს მოუწია ცხოვრება. მას და მის ოჯახს დარაპატიეს და ისტორიული სამართლიანობის მხარეზე დგომა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ მისი ოჯახი, მისი მეუღლე სოხუმში არ ცხოვრობდა. გულიმწყდება მე დღეს, რომ ქალბატონ დალი მოსკოვში გარდაიცვალა და ისიც არ აღირსეს აფხაზმა ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმა, რომ იმის უფლება მაინც მიეცათ, რომ თავის საკუთარ სახლში რამდენიმე საათით დაესვენებინათ. ქალბატონი დალი ეჟბა ხვინგია, ჩვენი უდრეკი მებრძოლი გმირის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის და სიყვარულის ხმალ ამოღებული დამცველის. სოხუმში გმირულად დაცემული ბატონი რაულ ეჟბას მეუღლეს აეროპორტიდან პირდაპირ სასაფლაოზე წაასვენებენ და დაკრძალავენ შვილის გვერდით, რადგან არც ერთმა ნათესავმა სოხუმში არ ისურვა და ვერ გაბედა. რამოდენიმე საათით მაინც მშობლიურ ქალაქში დასამშვიდობებლად დაესვენებინა ამ ღირსეული და ნატანჯი ქალბატონის ცხედარი თავის სახლში, რადგან ეჟბების სახლი ცხადია გადაბუგულია. ასე ეხმაურება მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში პარლამენტარი ადამ არშანია. ადამიანები როგორც რაულ ეჟბა არასოდეს არ მოხვდებიან და ყოველთვის იქნებიან ისინი როგორც მაგალითი ურთიერთობისა, რომელიც მომავალში აღსგება და მომავალში ისევ და ისევ თავის ჩვეულ რიცხვ და ბუნებრივ კალაპოს დაუბრუნდება.